Საქსტატის 2024 წლის 11 თვის მონაცემებით ავტომობილების შემდეგ ფეროშენადნობები საქართველოსთვის მეორე უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფია. იანვარ-ნოემბერში ექსპორტზე წლიურად 113.3%-ით მეტი, 316.500.000 დოლარის ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 5.3%-ია. ქართული ფეროშენადნობების ნომერ პირველი სარეალიზაციო ბაზარი თურქეთია. 2024 წლის 11 თვეში საქართველოს თურქეთში 153 მილიონი დოლარის ფეროშენადნობები გაყიდა. მეორე საექსპორტო ბაზარი კი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 90.300.000 დოლარის ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე. სამეულში აეკვიპა 119.300.000 ამერიკული დოლარით. გასულ 2024 წელს 11 თვეში საქართველოს 10.700.000 დოლარის 2746 ტონა ნიგოზი იყიდა, რაც 2023 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 46.2%-ით მეტია. რაოდენობაში კი 49.6%-ით მეტი. საუბარია ნაჭუჭ გაცლილ კაკალზე. საქართველოსთვის ტოპ საიმპორტო ქვეყნებს შორის სამეულში უზბეკეთი, ჩინეთი და ყირგიზეთი ხვდება. იმპორტის პარალელურად საქართველოსდან კაკლის ექსპორტიც ხორციელდება. 2024 წლის 11 თვეში საქართველოს 1.820.000 ამერიკული დოლარის 153 ტონა ნიგოზი გაყიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე თითქმის 100%-ით მეტია. საექსპორტო ქვეყნების სამეული ასეთია: რუსეთი, სომხეთი, კატარი 42%-ით 909.000 დოლარამდეა გაზრდილი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ნაჭუჭ გაუცვლელი კაკლის იმპორტი. ამ შემთხვევაში მთავარი იმპორტიორი ჩილეა, რომელსაც უკრაინა და არგენტინა მოჰყვებიან. სცენარეული ზეთების წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან შევაძალაში. შესაბამისი დადგენილების თანახმად ტექნიკური რეგლამენტი სცენარეული ზეთების შესახებ მიზნად ისახავს სცენარეული ზეთების წარმოების, გადამმუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს სცენარეული ზეთების მიმართ, სპეციფიკურ მოთხოვნებს ზეთისხილის ზეთების მიმართ, სცენარეული ზეთების ბაზარზე განთავსების პირობებს, მოთხოვნებს ბიზნეს ოპერატორის მიმართ. სცენარეული ზეთების შესაბამისობის კონტროლს. რეგლამენტში დეტალურად არის გაწერილი ის მოთხოვნები, რომელსაც პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის დეტალურად არის გაწერილი ზოგიერთი სცენარეული ზეთის ცხიმოვანი მჟავების შემცველობის მოთხოვნები. რეგლამენტი ადგენს სცენარეული ზეთების ბაზარზე განთავსების პირობებსაც, სადაც მათ შორის დაკონკრეტებულია, რომ სცენარეული ზეთების ეტიკეტმა აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების შენელების ტემპზე ბიზნესი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობა დაიწყო. უძრავი ქონების სააგენტოები და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომხმარებლები ბინების ყიდვას არ ჩქარობენ, აკვირდებიან მიმდინარე პროცესებზე, ჯერ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. რეინვესტის დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე გვიყვება, რომ საახალწლო პერიოდში არჩევნების შედეგად გაჩერებული მოთხოვნა მცირედით გააქტიურდა, თუმცა ამას რეალური შედეგი არ ჰქონია. მისი თქმით, პროცესები ბაზარზე ისევ გაჩერებულია და თუ ეს მდგომარეობა 3-დან 6 თვის განმავლობაში გაგრძელდა, სექტორი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.